საქართველოს კულტურის მინისტრი ყვარელსა და თელავში მოქმედი საალტბარო სკოლების მოსწავლეებსა და ლოტბარებს შეხვდა. თეატრ-ულკიანი გაიცნო საალტბარო სკოლების მოსწავლეების შემოქმედებას და მათ საჭიროებებს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს. საალტბარო სკოლების შექმნას აზორ ერქომაიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. დღეს ქვეყანაში 30 საალტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უსასყიდლოდ ისწავლება ქართული მრავალხმიანი სიმღერა. სკოლების დამიხებით საჭიროებები სხვადასხვა, ზოგან მეტი, ზოგან უფრო ნაკლები, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ შემაჯამებელი შეხვედრისას, სადაც ლოტბარებს, რეგენტებს მოვიწვევთ, დავგეგმავთ უკეთესად 2024 წლის საბიუჯეტო გეგმას იმისათვის, რომ ყველა სკოლამ იგრძნოს დახმარება და აკეთოს კიდევ მეტი. ჩვენ როგორც სხვა სკოლებში, ასევე ამ სკოლებშიც გავეცანით მათ საჭიროებებს, თუ რა სჭირდებათ, რომ შემდეგი წლები უფრო ძლიერი და ესე ვთქვათ წარმატებული იყოს ამ სკოლებისთვის. ეს არის ძალიან დიდი პროექტი, ძალიან დიდი საქმე. თუ კი ოდესმე ქართულ ხალხურ სიმღერაში გაკეთებულა და მე მინდა ხაზი გავუსვა ქალბატონ თეატრ-ულკიანის დიდ ყურადღებას და ღვაწლს, რომ დიდ დროს უთმობს აი ასეთ სკოლებს. ამას რამდენიმე წელიწადში ჩემი აზრით ძალიან დიდი შედეგები ექნება. ჩვენი კულტურა ზოგადად ვიცით, რომ მსოფლიომ აღიარა და შევინარჩუნეთ გადარჩა ქართული კულტურა, მაგრამ ეხლა გვჭირდება განვითარება და ამ განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი კადრი, ნიჭიერი ახალგაზრდები.